ეხლა სოფელი ჭყოპიანისკენ მივდივართ, მეგობრებო, დრისის ციხე გვინდა რომ ვნახოთ და აი მთაზე კლდეში როგორ არის გამოკვეთილი აშკარად ჩანს ეგერ. თითქმის ამოვედი ციხესიმაგრემდე. ასეთი გზა არის და ეს არის კლდეზე ასაძრომი. აი ქუნა ავძრე ახლა. მოდის მოიხდ, ისე ვარ განევრებული, ზოგცოროს ტენი, მთელი ბიუჯეტის ფულსა და მეორე კიდე ელემენტარულ პირობასაც რო არ უქნი. ეგ რაღაც საკუთარი ჯიბის სამბავი. ეხლა სოფელი ჭყოპიანისკენ მივდივართ, მეგობრებო, დრისის ციხე გვინდა რომ ვნახოთ და გზად შეხვდა კლდეზე ძალიან საინტერესო გამოქვაბულებია, რომლებიც მინდა რომ გაჩვენოთ. ძალიან მაგარი საინტერესო ადგილია, მაგრამ სავარაუდოდ იქ ფეხით ასასვლელი არ არის, ფეხით ვერავა, ზევიდან ალბათ ალპინისტური ხელსაწყოები იქნება საჭირო, იქ ადამიანი ჩავიდეს. აი მთაზე კლდეში როგორ არის გამოკვეთილი აშკარად ჩანს ეგერ. ალბათ ზევიდან იქნება ჩამოსასვლელი, ქვევიდან არანაირი ბილიკი და ასასვლელი საშუალება აქ ამას არ აქვს. და ეს გზა მეუყვება დრისის ციხესიმაგრისკენ. მდინარე თენძამი. ასეთი გზა არის, ალაგ-ალაგ მდინარის კალაპოტს მეუყვება. მდინარე ხა მარჯვენა მხარეს დაგვჭა და აქეთ ალბათ ადრე გაედინებოდა მდინარე. ეხლა არის გზა. არა, მდინარეშიც მოგვიწევს გავლა. ბაბუ ვერ გავივლით? ჩვენ ახლა ფაქტიურად მოკლე გზით წამოვედით, ხო? მაგ ციხემდე მისასვლელი სხვა გზაც არის? ბესო? სოფლიდან იქნება, ხო? ჩვენ ხარ კორნში ვიყავით და წამოვედით აი ამ მოკლე გზით, თორე სხვა გზაც არის რა, ჩაულედით. მოვედით, მეგობრებო, დრისის ციხეზე, ეგერ ჩემს უკან ხედავთ. საფეხმავლო გზა ადის, სავარაუდოდ არ ვიცი საიდან ადის, უნდა მოვძებნო და მინდა რომ ავიდე და ერთად დავთვალიეროთ ეს ძალიან მაგარი ადგილი კლდეზე, რამხელა ციხესიმაგრე არის აშენებული. აი დრისის ციხეა, ბაბუ, აი მან უნდა ავიდე ახლა მე ფეხით. დრისის ციხე ქვია. ვიღებ მე აი ამით. აი ეს გზა მეუყვება სოფლისაკენ. ჩვენ მოვედით რკონიდან. აქედან მდინარე თეძამზე გადმოვიარეთ რამოდენიმეჯერ. მდინარე არის ძალიან პატარა, მარტივი გადმოსასვლელია. და ეხა მინდა რომ მივახლოთ მე ამ ციხესიმაგრეს და მოვძებნოთ საიდან არის ფეხით ასასვლელი რო ავიდე. წავიდეთ ეხა ვნახოთ საფეხმავლო ბილიკი, რომელიც აგვიყვანს ამ ულამაზეს ციხესიმაგრეზე. თითქმის ამოვედი ციხესიმაგრემდე. ასეთი გზა არის. საფეხმავლო აი აქედან ამოდის. და ქვევით ჩანს აგერიქით დასახლება არის. წინ სოფელი, რომელიც უნდა გავიაროთ. აი ამ გზიდან მოვედით, ეს გზა მოდის რკონის სოფელი რკონიდან. აი აქედან არის ამოსასვლელი გზა. და ეს არის კლდეზე ასაძრომი. აი ქუნა ავძრე ახლა. სავარაუდოდ და აღმოჩნდები შიგნით. ციხესიმაგრის შიგნით. დროებით აგემშვიდობებით. ამოვედი, მეგობრებო, დრისის ციხეზე, ცოტა ექსტრემალური ამოსასვლელია, კლდეზე არის საძრომიალო, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ პატარა ოდნავ ფეხით რო დაგიცდეს, ჩავარდნილი ხარ ქვევით. მე მინდა გაჩვენოთ ახლა ამოსასვლელი. საცალფეხო ბილიკი გაჩვენეთ დრისის ციხემდე და მე თვითონ ციხეში შესაძრომი კლდეზე ამოსაძრომიც მინდა რომ გაჩვენოთ.
აქედან არის შემოსაძრომი. ეხლა ჩვენ შემოვძვერით კოშკში. და აქედან არის კიდე აი ასასვლელი ზევით და უკვე აღმოჩნდებით თვითონ ციხესიმაგრის კედელზე. აქ არის შემოსაძრომი ძალიან ისეთი ექსტრემალური გზა. აი ნახეთ როგორი ამოსაძრომია კლდეზე. ამოსვლა ადვილია, მაგრამ ჩასვლა ცოტა რთულია, ამიტომ ვეცდები ნელ-ნელა ფრთხილად ჩავიდე. ავძვრეთ ახლა აქ და დავათვალიეროთ რა ხდება ზევით თვითონ კედელზე. ამოვედი აქედანაც ეს გზა მოდის მოკლე გზა რკონიდან. აქ რა არის? აქ ეკლესია არის, ეს ეკლესია იყო. აქ რა ხდება? არაფერი არ ჩანს. ობა წყლის შესაგროვებელი ავზი იყო. ეხლა ნელ-ნელა უნდა ჩავიდეთ. აბა დროები დაგემშვიდობებთ. ეხლა ციხეზე კი ამოვედი, მე ამოსვლა ადვილია, მაგრამ ჩამოსვლით აი აქ ვერ ჩამოვდივარ. ხო, ცოტა ისეთი ის არის სრიალა და საშიში. ამიტომ ძალიან არის სიფრთხილე საჭირო და ეხლა ვეცდები მე ჩამოვიდე ნელ-ნელა. მაგრამ ბეცო შენ უნდა დამეხმარო. მე სულიერად თუ ფიზიკურად? ფიზიკურად აი უნდა დადგე აი. თუ ჩამოვიდი უნდა დამიჭირო. მეც რო გავიჭედო. ჰა? მეც რო გავიჭედო. არ გაიჭედები. არა. მიდი ეხლა დადე ტელეფონი გვერდზე. ჩამოდიხარ ხო? ჩამოვდივარ, კი, უნდა ჩამოვბობხდე, სხვა გზა არ არის. ხო, კაი. კასპის რაიონიდან გადმოვედით ჩვენ გორის რაიონში და მივდივართ სოფელ ფიცესში. ვიყავით ჩვენ საყავრეში, მაგრამ ეგ სოფელი, სადაც ახლა მივდივართ ფიცესში, გზად ყოფილა, მაგრამ ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ რუკაზე არ არის საერთოდ აღნიშნული ეს სოფელი, მიტოვებული სოფელია და დღეს გადავწყვიტე დასვლა და ნახვა. ძალიან ლამაზი არის, მაგრამ ჩანს აქედან. აი ეს წინ რო ეკლესია, ის იმას რა ქვია ბესო? ეგ არის საურბისი. საურბისის ეგ არის? ნახე ბიჭო, რა მაგარი ხედია აქედან, ნახე. სოფელი ფიცესი. ბოლი ამოდის აგე ერთი სახლიდან. აქეთ რამდენი ის არის, ნახე. რამდენი საბალახოებია მიტოვებული და სახლები. რამდენი სახნავს აკესია. აქ ცხოვრობს ხალხი, მაგრამ ამ გზით როგორ ამოვა ზამთარში? ზამთარში აქ ვერ ამოხვალ, ფეხით კი. აგერ ჩემს უკან მეგობრებო ჩანს სოფელი ფიცესი, რომელიც აგრეთვე არის ნაწილობრივ მიტოვებული. სულ ცხოვრობს სოფელში 5 ოჯახი. ერთ-ერთ სოფლის მაცხოვრებელს გამოველაპარაკეთ და მოგვიყვა თავისი ჭირვარამი, გაჭირვება, რა სჭირს, ძირითადად შუქის პრობლემაა და სოფლიდან დაახლოებით 500 მეტრში არის უძველესი ეკლესიის ნანგრევები. ავიდეთ ახლა ეს ეკლესიაც მოვინახულოთ. სოფელში შევიდეთ ახლა ვნახოთ. უი, აქ რამდენი ძაღლები. აი, ძროხები ყავთ. აგერ აი სახში ვიღაც ადამიანია, ნახე, ზევით. ჯერჯერობით მე რასაც ხედავ, არის
ჩამოშლილი და დანგრეული სახლები. აი ასე მარჯვნივ. მან და არის გზა? არის. აგერ არის ადამიანი. ვიღაცასთან მოვედით. კი, აგერ არიან. აი საქვს. რა ქვია მაგას? ტენის წყარო. ეს აკუმულატორებს ტენის წყარო. სოლარ პანელებია და მაგიდან აქვს დენი რა. თბილისში მინდოდა წამოსვლა და საჭიროა იქ უნდა მიმემართა. 90 წლამდე 1990 წლამდე ვიყავი ზოვეტერინარულ ინსტიტუტში ქირურგიის კათედრაზე. საბუთები აქ მაქვს, დოცენტამდე ვარ მისული. დღეს აგერა დაფები არის გაკეთებული და შუქი არა გვაქვს. ხალხი დღევანდელ დღეს რო იმას აშვრებიან ევროპაო და მინიმალური შუქიც რო არა გვაქვს და პურსა პატარი შუქზე რო ჭამ საქონა იხლა განახეთ ამდენი ცხარი რო გამოუშვა და საღამო ღამე რო მოვდივარ და ჩაი დავლიო პირობები არაფერი არა აბსოლუტურად გამგებელი კი ბატონო რო ვიყვე ისეთი რომ მართლა მწყემსი ვიყვე და არ ვიცოდე რა ხდება და როგორ არა ბიუჯეტიდან რო გამოყოფილი არის თანხა მოდის მოიხდი ისე ვარ განერვებული ზოგს რო სტენი მთელი ბიუჯეტის ფულსა და მეორე კიდე ელემენტარულ პირობასაც რო არ უქნი ეგ რაღაც საკუთარი ჯიბის ამბავია მე გუბერნატორთან ვაპირებდი ამ დღეებში ჩასვლას იმიტომ წუხელ ისე სიმწირით მოვედი ცხარი შევყარე საქონელი შევყარეთ რაღაცა და ბატარია დამიჯდა და პურსა როგორ ავჭამდი სიმნელეში არაფერს არ შოქი მაინც გავიკეთო მოა აი ჩაურთე შეიძლება დაიბარონ ჩვენი გამგე ოქროპირიძე არის გვარათა გიაქვია კიბა თუ ეხლა ჩემ ლაპარაკსა თუ ესე მოდის მოერთი ჩემ თავზე ვიძახი ყბედობას აქვს რამე აზრი ვილაპარაკებ თუ აზრი არა აქვს ამ ჩემ ლაპარაკსა მაშინ ფუჭად ლაპარაკს აზრი ყოველთვის აქვს გააჩენია ეგენიც მოდიან კვირდებიან ცის თემს გვიშენებენ მაგრამ არაფერი აქ ვიყავით 120 კომლი მაშინ მე 87-88-89-მდე მე ზოვეთში წამიყვანის ლექციებს ვკითხულობდი ზოვეთში მე ვიყავით თავი ვეტექი იმ ხეობაში ვიყავით 38 სოფელი ხოვლი არის ბოლო კასპის სოფელი ხოვლიდან პირველი სოფელი ესა ფიცესი რომელიც ამიზევით ვიყავით 38 სოფელი ფიცესი საყავრი დიდთავი ნათემცემელი ლული ახალსოფელი დადარვაზევი მერზევი და ტამი ჭვარები საჯიამდე რა 38 სოფელი ვიყავით დღესდღეობით ადგილობრივი ვარ მარტო მე აქ მარტო თქვენ ხარ აქ დაბადებული აქ გაზრდილი ვარ თქვენი სახელი და გვარი ხაბალაშვილი ირაკლი აქ დაბადებული ვარ აქ გაზრდილი ვარ 67 წლისა ვარ ჩალის ფასი არა გვაქვს დღეს რო ამოდის გამგებელი მარტო 1 მეტრიან რაღაცა შნურს გადამოვაბავს და იცი რაღაც 1 მეტრო შნური 10 ლარი მაგრამ სხვას რო 15,000-ს არა უტენი ის რატო არა იმას რატო არ ახედა დაიცლება აი კიდე ღავ თქვა თავის ქება თავის ყვედრები მარტო ვარ სუმარტო ვარ შვილები მყავს ვლადიკავკაზში წამობდით რამდენ დოვლათი განახოთ ნანახი ჯობია გაგონილსა ნახოთ ღორებია ცხარია წამობდით ვნახოთ ჯობია და ეს როიყო შემნაირი ერთი რამოდენიმე ოჯახი ხორცი კი აღარ იქნება 20 ლარი და 25 ლარი იქნება 10 ლარი მე ახლა 23-ში რა დაგიმალო ცხარი რო ჩავიყვანე გორის ბაზარზე ცხენოდან ისე ვიწევოდი და ისე ვაფასე საქონელი თქვენია სულ მავისია ეს საქონელი ამისია და წამოვდით მე ცხარი ღორი და მეფინგელობა არც ამას ავშუქ მე წარმოსული
მომზადეთ. ისა გოჩა. მოდი კარებთან დადე კიდე გავი. მომზადეთ. მოდი აქ. მომზადეთ. გამომზადეთ. იქ ახლა ღორობა ხმილობა. 80 სული მარტო ღორებია. ოჩა. ახლა ვნახოთ. მერთმა ჯანი მოგცეთ. თქვენ რომელ სახლში ცხოვრობთ? აქ ცხოვრობთ? ეს თქვენი სახლია. დაუბრუნდი შენ. მე ვაჟასი არ იყო ეს. გიხვი დარჩი მეყოფაო, ხორცი აქვს მარილიანიო. მარტო ერთი ელემენტარული შუქიდა რომ საღამოთი რომ ჩამოვიდე არა. მე ძალიან გამეხარდა რომ ეს ვიღა აინც ვიღაცას შეესწივა. ეს პირველი დამწყებია. ნუი, პატარა გოჭები. იხები. გამო ეს ესადა. კომბინატი დაინტერესდა. კი, აუცილებლად. მოიყვეთ ლოთები და ვიღაცა ნარკომანები და არ გვაინტერესებოდეს. ბატონო ირაკლი, ჩვენ ახლა ამ ხوارია, ხარი. მარტოკა. მარტოკა პიულით, მაგრამ არ ყიდით მე. მაგას არ გემნოდით ახლა 20-ს ხო იყო გიორგობა ხო იყო და გურში ვიღაცა რო ყიდი და 500 და 400 ნახევარში მივყიდე 300 ლარებში თან ვიწევ ცხენოდა რომ მაგრამ შენ გვერდზე რო ორ მაგათ ყიდის ვაჭარი კი. შენგან წაყვანდის მარტოკა თავრობა მარტო ერთხელ ლაპარაკი ჰეია უი, არ გამოიქცნენ. პატარა გოჭუნები. ჯამდენი გოჭია. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღმერთმა ჯანი და შეძლება მოგცეთ და შუქით რა თქმა უნდა ელემენტარული. რა ხდება ერთი ისავაგე რადიო და ეგ ჩავთახონ ელემენტები დაჯდება და კარგად ეს მზის პანელები რო დაგიყენეს, ესე იგი არ მუშაობს, ხო? მარტო დააყენეს და ეგ არის? დააყენეს რომ ნორმალურად რომ აი რაღაცა გავაკეთე ოჰა, ქათმები. სოფელი ფიცესი, გორის რაიონი. ამოვიდით ახლა ჩვენ საურბისის ეკლესია გვინდა მოვინახულოთ და ქვევით არის სოფელი ფიცესი. ფიცესით ნაწილობრივ მიტოვებული აგერ ზევიდან, გორიდან ჩანს, აქედან.
და სოფელ ფიცესის მერე უკვე არის საყავრე, რომელშიც ჩვენ ვიყავით ალბათ გაზაფხულზე. ჯაო, ჩუგრი. ქშია. ნახოთ, თუ გვაქვს რამე საჭმელი გაჭმევთ. ავალთ ახლა ნახავთ ეკლესიას. აი, ამოვედით საურბისის ეკლესიაში. ბესარიონ აქ ხარ? ხო, ძველი ეკლესია იყო. რაც დარჩა ამ ეკლესიისგან. გუმბათი აღარ აქვს. ახლა შლის მზე, ქარი, წვიმა ყველაფერი აფუჭებს. Guli